მთავრობის კანცელარიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი კომისია შეიკრიბა. მას დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. სხდომას ჩვენი კორესპონდენტი სანდრო ჯუფალაკიანიც ესწრება. სანდრო, რა კონკრეტულ პროექტებზეა საუბარი კომისიის სხდომაზე? დიახ, საუბარია მცირე და საშუალო პროექტებზე, გზების, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე, მათ შორის კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, პრობლემებია ვადებთან და ხარისხთან დაკავშირებით და ამ პრობლემების მოგვარების მიზნით კომისია შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს. მსხვილი პროექტები არ არის, თუმცა არის რამდენიმე შედარებით მცირე და საშუალო ზომის პროექტი, სადაც არსებობს ხარვეზები საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. საკითხები შეეხება ძირითადად შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და შეეხება ასევე საკონტრაქტო ვადების დარღვევას, საიდან გამომდინარეც კომისიამ უნდა იმსჯელოს ვადების გაგრძელება არ გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე სამართლებრივი გადაწყვეტის მექანიზმებზე. ამჯერად გამოიკვეთა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კოოპერაცია გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს ამ კომისიაში მივიღოთ მონაწილეობა, რათა მომავალი პროექტები, რომელიც უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შესაძლებელია ეს იყოს სპორტული ობიექტების და ამიტომ ჩვენ კონსულტაციის დონეზე მონაწილეობთ. კომისიის შემადგენლობაშია თითქმის ყველა სამინისტროს წარმომადგენელი. ეს არის პირველი სხდომა და შედეგებთან დაკავშირებით დაახლოებით 9 საათში გახდება ცნობილი. მადლობა სანდრო, ეს სანდრო ჯუფალაკიანი.